ტელეკომპანია იმედის ეთერში ყველაზე გასაიდუმლოებული და რეიტინგული მეგა შოუ ვინ არის მეხუთე სეზონი ბრუნდება. 10 ნოემბრიდან ყოველ ორშაბათს საღამოს 10 საათზე 10 სუპერ გმირად გარდაქმნილი 10 ვარსკვლავი მაყურებლის წინაშე მუსიკალური ნომრებით წარდგება. ხდება დაძაბული მუსიკა, ვინ იმალება ამ პერსონაჟების უკან ეს გადაცემის მთავარი ამოცანა იქნება. რა თქმა უნდა, საიდუმლოებით სავსე მეგა შოუს კონკურსანტების ვინაობა კაცრად არის გასაიდუმლოებული და ეს საკუთარ თავზე გამოვცადე რამდენად მკაცრად და დამერწმუნეთ რომ ნამდვილად ასე არის. ეს არა მხოლოდ მაყურებლისთვის არის საიდუმლო, არამედ პროექტის 4 დეტექტივისთვის და უფრო მეცაც გეტყვით. თავად მონაწილეებმაც კი არიციან ერთმანეთის შესახებ, ანუ იმ ათეულმა, რომლებიც მონაწილეობენ ერთ კონკრეტულ სეზონში, ერთმანეთის შესახებ აბსოლუტურად არაფერი არის. ეს ყველაზე რთული ნაწილია, მე ვფიქრობ. კადრებს ხედავ და მოუთმენლად ველოდებით ახალ სეზონს და ახლა პირდაპირ ეთერში მსახიობი თათული ედი შერაშვილი ჩაგვერთვება, რომელიც ვინ არის მეოთხე სეზონის მონაწილე გახდათ, მას როგორც გახსოვთ, ჰქონდა მორგებული პუპის კოსტუმი. თათული, დილამშვიდობის. დილიდან ძალიან გვიხარია შენი ხილვა და მინდა რომ ეს შესანიშნავი პროექტი და პროექტში მონაწილეობა გაიხსენო. აი ხა ნუცა მახსენა და მეც ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, ბევრი სირთულე აქვს ამ პროექტში მონაწილეობას, რაზეც მოგვიყვები, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი არის ის, რომ ვერ უზიარებ შენს ემოციას ვერავის და ეს უნდა მთელი პროექტის განმავლობაში გასაიდუმლოებული დატოვა. მოდი მოგვიყევი შენი ემოციები. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ. პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა და მაყურებელს რატომაც ვალდებულად თვლი ჩავთვალო რომ ავხსნა რომ რატომ დავხვდი დილა უთენი ახლა პუპის დავემსგავსე ცოტა ჩემს პერსონაჟს. შესუპერბულ სახეს რადგანაც ვიმყოფები გასტროლზე და რატომაც არ ვიცი რაღაცა მომცა ალერგია და ვარ ამ მდგომარეობით წარმოდგენილი. ეკრანზე ეს არ ჩანს, მინდა გითხრა შესანიშნავად გამოიყურები. ძალიან მახარებს თუ არ ჩანს, მაგრამ მართლა რომ გავსო, მე აი პუპის გავარტყო ჩვენ. დღეს პუპი გჭირდებოდი თათული. ერთელად ფალობთ. რაც შეეხება ჩემს თოჯინას პუპის, ხო, რა თქმა უნდა, ნუ ეს აი მუდმივად ვამბობ, კარგახანი გავიდა მას მერე რაც პროექტი დაამთავრდა, მე ვიყავი ამ პროექტში და მუდმივად სულ ვახსენებ და სოციალურ ქსელში სულ ვაზიარებ რომ როგორ ფანტასტიკურ თავგადასავალში ვიმყოფებოდი მიუხედავად სირთულეებისა, მიუხედავად იმ რაღაცა უცნაური გამძლეობისა, რომელიც არც კი ვიცოდი რომ შეიძლება მქონოდა თუ არა და მადლობა კიდევ ერთხელ პროექტს რომ აღმოვაჩინესთვის. ლენშონია პროფესიულად არა მარტო მსგავსი თვისების აღმოჩენა შენში, მოკლედ ეს არის ყველაზე ფერადი, ყველაზე საინტერესო და ყველაზე უცნაური პროექტი, რაც კი აქამდე გამიკეთებია და ხა ვერ ვიტყვი რომ ცოტ პროექტებში ვყოფილ ვარ. მაგრამ სირთულის თვალსაზრისით მე მგონი საკმაოდ რთულია, ეხა რაც ვახსენეთ, ვეღარ საიდუმლო შენახვა, მით უმეტეს შენთვის ახლა შენი ხმა ყველასთვის ისეთი ნაცნობია, რომ ესე გარდასახვა, რომ ვერ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ამოიცნოს ვერ ჯიურიმ და ვერც მაყურებელმა ძალიან რთული იქნებოდა. ისე მიკვირდა ოთარი რომ ვერ იცნობდა ამ ყველაფერს და მეცაც გეტყვით ანრი საკმაოდ კარგად მიცნობს და ანრის შიში უფრო მქონდა, რომ აი იმიტომ რომ მისი ბრჭყალებში უნდა თქვა კუდიანობის, ასე ვთქვათ, გულთმისნობის მოდით ასე შესანიშნავი სმენის ხო, რა თქმა უნდა, რაღაცა უფრო მეტი შიშები მქონდა, მაგრამ მოხდა ასე როგორც მოხდა, ფანტასტიკური ისტორია იყო ჩემთვის, უსაყვარლესი და რა თქმა უნდა ძალიან რთულია. იცით კიდევ რა მომენტია, სანამ პროექტი უშუალოდ დაიწყება და მზადების პროცესში ხვდები, რომ რაღაცა საპასუხისმგებლო, საინტერესო ატმოსფეროში აღმოჩნდები, მაგრამ უკვე უშუალოდ, როდესაც პროცესი მიდის, ისეთი აზარტია ეს. და ნუ თან მე სახლში რომ მიდიხარ, გაივლის შემდეგ რამდენ შემდეგ ეტაპს გაივლი, ბედნიერი ხარ ხო? სახლში მიდიხარ და ანუ შანსი არ გაქვს რომ ეს ოჯახის წევრებს უთხრა რომ ვაიმე გადაბედი. თათული, აი ამას რანაირად ახერხებთ, მართლა მაინტერესებს. ეგ სახლში უნდა ამას რანაირად ახერხებთ, იმიტომ რომ მე პირადად როდესაც აი არ ვიცი, საჭმელს მივირთმევ, ის ემოციაც მინდა რომ ვიღაცას გაუზიარო. აბსოლუტურად ვერაფერს ვერ ვაკეთებ მარტო და ეს როგორ გამოვდით? დავაკეთებ ალბათ ჯესტიკულაცი ძირითადად.
მერი არ გაგინაწყენდნენ ოჯახის წევრები. ხოდა, ოჯახის წევრები მართლა შეგშიყვნენ, იმიტომ რომ ბუნებრივი არ ელოდებოდნენ ჩემგან აი ასეთ საიდუმლოს, იმიტომ რომ ჩვენ ოჯახში არ გვაქვს, როგორც მე ვიცი, აქამდე ამდენი საიდუმლო და ასეთი. ჩემი შვილების თაობა, რომ დიდად ტელევიზორთან არ უყვართ ყოფნა, ესენი არიან 14-15 წლის გოგოები და ტელევიზორი მათთვის უბრალოდ რაღაცნაირი ნივთია და ვეძახდი გამალებით, ხან რაღაც ლეპტოპში, ხან ეს, მაგრამ მინდოდა რომ ეს დიდ ეკრანზე ყოფილიყავ. აი დედა როგორ მოიქცეს თუ თან ხომ მსახიობი ვარ და ჩვენ მსახიობებს ხო ჩვენი რაღაცნაირი სამყარო გვაქვს, სულ სცენაზე გამოვდივართ ხო და ვეძახდი რომ აი მოდით უყურეთ ნახეთ და ისიც ზოგში იყვნენ ბავშვები დედა როგორ გაბედე ამ ხელა ტყუილი ის კი არა რომ პროექტი წარმოიდგინეს და რეალურად ჩემი მეუღლე ხა ასეც რომ თქვა არა, მაგრამ ზოგადად ჩემგან სიურპრიზებს შეჩვეულია და რა თქმა უნდა ბევრი ვიცინეთ ამ ყველაფერზე მის დაკარგულ ბოტასებზე, რადგანაც დავდიოდი მისი დიდი ბოტასით, რომ იქ არავინს ვეცდი, იმიტომ რომ როდესაც მიდიხარ სიმღერის ჩასაწერად და ასე შემდეგ რეპეტიციაზე მიდიხარ ისე შემოსილი, რომ არავინ არ უნდა იცნოს, ანუ იდენტიფიკაცია არ უნდა მოხდეს შენი არც ტანსაცმელთან და არაფერთან საერთოდ. მართლა ურთულესია. ბატონო? ურთულესია ნამდვილად, იმიტომ რომ აი ჩვენ საიდუმლოებები არ გვაქვს ახსენე და ჩემი პირველი კითხვა ჩემ მეუღლესთან ეს იყო, რომ შენ თუ ასე შეგიძლია მე მომატყო, თქვა. იმიტომ რომ პირველი რეაქცია მართლა ეს იყო. მე არ ვიცი ხო, იმიტომ რომ მინდა გითხრა და ამას პირველად არ ვამბობ, რომ ძალიან გულშემატკივრობდი. აჩიკოს ძალიან და თითქმის ესე პროექტის მსვლელობის დროს თითქმის რაღაცნაირად მქონდა ჩემი ვერსიები. საერთოდ არ მქონდა ვერსია და ზუსტად ეგ არის ეს ვინ არის საინტერესო და რთული პროცესი, რომ ანუ აი აქვე გიზის ადამიანი გვერდით არის და ვერაფრით ვერ ხვდები და აი ეს რო უნდა გააკეთოს არტისტმა, რომელიც არის ნიჭიერი, ინდივიდუალური, რომელსაც ცნობ 1000 ადამიანში სიტყვაზე მაგრამ აი აქვე ლარნაკზე მორთმეულს რომ ვერ ცნობ, ზუსტად ეს არის ის სირთულე და საინტერესო ამბავი. და ქართული ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა მონაწილეობისთვის, რომ სიამოვნება მოგვანიჭო და ახლა უკვე შენ შეგიძლია ტელეეკრანთან მოემზადო ხვალიდან და უყურო და სიამოვნება მიიღო ამ პროექტთან. დიდი მადლობა ჩვენ გისმენთ ათული წარმატებას ვუსურვებ ყველა მონაწილეს, გამძლეობას ვუსურვებ და ეს ისტორიაც ასევე მათთვის ისეთი საყვარელი და დასამახსოვრებელი იყოს, როგორც პირადად ჩემთვის და კიდევ ერთხელ მადლობა ტელეკომპანია იმედს აი ასეთი საინტერესო დღესასწაულებისთვის. მადლობა თათული შენ, დიდი მადლობა. ახლა კი პირდაპირ ეთერში გვერდება ჩვენი ჟურნალისტი ანა გზირიშვილი, რომელიც მსახიობ ირაკლი კავსაძესთან ერთად იმყოფება წყალტუბოში. ირაკლი გახლავთ მესამე სეზონის გამარჯვებული, მას ჰქონდა ჩელოს კოსტუმი მორგებული და ანა იყო მისი მუსიკალური პროდიუსერი პროექტის ფარგლებში. პირადი პროდიუსერი, ხო. ანა, მოგესალმებით. დილამშვიდობის. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. ვინ არის ნამდვილად არის თავგადასავლებით სავსე პროექტი და მე მიხარია რომ გამარჯვებამდე გზა ირაკლი კავსაძესთან ერთად გავიარე, რადგან როგორც ახსენეთ, მე ვიყავი მისი პროდიუსერი. ახლა ჩვენ შეგვიძლია გავესაუბროთ მას და ვკითხოთ თუ რას ფიქრობს ზოგადად ამ პროექტის შესახებ. ირაკლი, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. რა არის თქვენთვის პროექტი ვინ არის? ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება პირველ რიგში. საოცარი მოგონებები და მაყურებელი სიყვარული. თან ცოტა არ იყოს ნიჭის ეს ყველაფერი, კარგად ავხსნა, იმიტომ რომ ცოტა როგორ თქვა რა, რაღაც ეიფორიული პერიოდი იყო რა. იმიტომ რომ ახალი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, რაღაცა უცხო იყო ჩემთვის ეს ყველაფერი. არ ვიცოდი რა უნდა მექნა, თან ვცდილობდი ყველაფერი ისე გამეკეთებინა რომ მაყურებლის
ასე ვთქვათ, მოწონება თუ სიმპათია დამემსახურებია, იმიტომ რომ ამისთვისაა ეს შოუ მოგონილი და როგორ გითხრა რა, ძალიან კარგად მახსენდება ეს პერიოდი, რა თქმა უნდა, შენთან ერთად ჩემო კარგო, იმიტომ რომ ჩვენ ერთად გავიარეთ რაღაცა უცნაური დღეები. ვიმალებოდი, ხმა არ მოიღო, აი მას არ დაელაპარაკო, ის არ უნდა დამელაპარაკოს, მე თუ დაგელაპარაკა ხმა არ გასცე. და რაღაცა უცხო იყო, ის გავგებარი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, თუმცა საინტერესო, იმიტომ რომ მაინც ბუნებით არტისტი ვარ მე. და ეს ყველაფერი რაღაც სიახლე უკვე ნიშნავდა იმას, რომ აი ამას უნდა ყველაფერს მოვერგო. რა ვიცი ხა როგორ გამოვიდა, ეს უკვე მაყურებელმა გადაწყვიტოს და მაყურებელმა თქვას. აი როგორ ახერხებდით, რომ ოჯახის წევრებისთვის დაგემალოთ? ვაიმე. ხო, ძალიან ბევრს ვიტყუებოდი. ძალიან ბევრს ვიტყუებოდი. რომ ეკითხებოდნენ, სად მიდიხარ ტელევიზიაში რა გინდა? აი სერიალებს იღებენ და რა სერიალებს იღებენ? რაღაცა სახელი მოვიგონე სერიალი, აღარც კი მახსოვს. რა სერიალია? გადის ეს? არა, ჯერ არ გასულა, ეხლა იწყება ახალი სეზონი, იწყება აგვისტოდან. ანუ აგვისტოში ხო უნდა გასულიყო ეს ყველაფერი და მოკლედ არ ვიცი რა. თან ყველაფერს ისე ვაკეთებდი, რომ არ მიმხვდარიყვნენ რაღაცას ვიმალები. ჩვეულებრივი ამბავია, დავტია ხო, სად მიდიხარ ხო? გადაღება მაქვს რა, რომელ საათზე დილიდან მეწყება და მე შუა დღეს მე გამორთული ვიქნები მე და ძალიან თქო არ დამირეკოთ რა. იმიტომ რომ მაინც გამორთული ვიქნები და არ გიპასუხებთ. აი ეს იყო ეს თავგადასავალი იყო ჩემთვის როგორ თქვა პირველ რიგში რა თქმა უნდა ახალი თან ძალიან საინტერესო თან მომხიბლელიც იმიტომ რომ რაღაც თავი დავიჭირე ახალ ამპლუაში ჩემი თავი რომ თან ვიტყუები თან საქმესაც ვაკეთებ თან რაღაცა ისეც ვაკეთებ რომელიც ჩემთვის ახალია და უცნაური, იმიტომ რომ მე ასე მაყურებლის წინაშე არასდროს არ მიმღერია. შენ ძალიან კარგად. ახსოვს როგორ ნერვიულობდით? ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ ზოგადად მე ეს მჭირს საერთოდ რა, როდესაც რაღაცას ვაკეთებ, ვიწებ ნერვიულობას, იმიტომ რომ როგორ უნდა გავაკეთო ყველაფერი ისე როგორც საჭიროა და როგორც მე მინდა რომ გავაკეთო. და ეს ამას ემატებოდა, 10 ნერვიულობა ემატებოდა, იმიტომ რომ ძალიან უცნაური პროექტია და ძალიან ამ დროს ძალიან მაგარი რა. იმიტომ რომ ამას ყველაფერს თან ერთვის პროფესიონალების გუნდი გარშემო, შენს გარშემო ვინც ტრიალებს, იციან თუ არ იციან ვინ ახარ შენ, იმიტომ რომ მაინც არიან იქ ადამიანები, თითოეულა რა თქმა უნდა, რომლებმაც იციან რომ შენ ხარ. უნდა იცოდე. გეხმარებათ რეალურად. უნდა ისევე როგორც შენ იცოდი, ისევე როგორც თეატრია მაგალითად კოსტიუმების მხატვარი ხო? დუტა მაგალითად იმან იცოდა. ასე რომ რამოდენიმე ადამიანის გარდა კიდე გუნდი რომელიც დაგყვება შენ და ამ დროს არ იციან ვინ ახარ. ხედავენ, მაგრამ არ იციან ვინ ახარ. აი პირველად რომ მოიდგეთ ეს ჩელოს კოსტუმი როგორი შეგრძნება იყო? ხო. თქვენი დამეგობრება ამ ჩელოში და თქვენი როგორ მოხდა? ხო, პირველი უცნაური იყო ხა. როდესაც შემომთავაზეს ეს მაშინ ხა ვინ ვიქნები, კაი, ხა ნახე ყველაფერი ეს პროექტი ვიცოდი მე და ნანახი მქონდა. იმედზე ნანახი მქონდა მანამდე. და ხა ჩემთვის ვიფიქრე, კარგი, დავთანხმდი ამ პროექტს, მაგრამ ვინ ვიქნები? აი რა მეცნევა, რა კოსტუმი, ან რა გმირი ვიქნები, ხო? და ბოლოს აი მოვედი და აი ეს არის შენი გმირიო, ბატონო, ჩელო. აი ახლა ჩელო, თან თავიდან ვფიქრობდი, რომ რაღაცა ან დაუშვათ ცხოველი, ან რაღაცა ამ დაგვარი. მაგრამ უცებ მეუნებიან ჩელო ხარო, აი ჩელო ცოტა რაღაცა მაინც უსულო საგანია. ძალიან მაგარი ამ დროს, მაგრამ მაინც უსულო საგანია. აი რაღაცა საინტერესოც იყო იმ მხრივ, რომ შენ ის უნდა გააცოცხლო. უნდა
უნდა აი რაღაცნაირად სული შთაბერო მაგას რომ ძალიან კარგად გამოგივიდათ ბაღიაროთ და ბოლოს მინდა გკითხოთ რას ურჩევდით ახალ მონაწილეებს აი ერთი რჩევა რასაც მისცემდით როგორც გამარჯვებული პროექტის აი მოდი ესე ვიტყვი რა გიყვარდეთ ის რასაც აკეთებთ იმიტომ რომ ამის გარეშე ამ ყველაფრის გაკეთება თან რო იმალები იგი შეიძლება უცნაურია ყველაფერი ამ დროს შეიძლება შენს თვალწინ დგას ძალიან ახლობელი ადამიანი რომელსაც არამც თუ კარგად იცნობ არამედ ძალიან ახლობელი არის იმან არ იცის არაფერი და შენ იცი რომ აი მე გხედავ შენ აქედან ამ კოსტიუმიდან გხედავ მე შენ მაგრამ ის ყველაფერი რაც შენ უნდა გააკეთო ეს სიყვარულის გარეშე არ გამოდის ეს არის ნომერ პირველი ისე უბრალოდ ამ პროექტის არ გამოდის იქ უნდა ჩადო მთელი შენი სული და გული უნდა ჩადო და ისე უნდა გახვიდე მაყურებლის წინაშე იმიტომ რომ მაყურებელი პირველ რიგში უყურებს იმ კოსტიუმს და არა შენ იმალები შენ კოსტიუმს უყურებს და შენი კოსტიუმი უნდა შეაყვარო პირველ რიგში და ამ შენგან გამომდინარე უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი ასე რომ ჩემი რჩევა იქნება ესა რა პირველ რიგში გიყვარდეთ ის რასაც აკეთებთ ამ შემთხვევაში თქვენი კოსტიუმი და თქვენი საქმე რომელსაც იმ მომენტში აკეთებთ ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს კისყად დარჩენია რომ დაელოდოს ხვალინდელ ეთერს და ყველამ ერთად გავიგოთ თუ ვინ არის ანა ძალიან დიდი მადლობა ირაკლის და ნამდვილად როცა სიყვარულით აკეთებ ეს შედეგი ყოველთვის ეკრანზე ჩანს და ამიტომ შევახსენოთ მაყურებელს რომ უნდა მოემზადოს ხვალიდან 10 ნოემბრიდან 10 საათიდან ტელეკომპანია იმედის ეთერში ბრუნდება პროექტი ვინ არის მეხუთე სეზონით ასე რომ მოემზადეთ ტელეეკრანებთან დიდი ემოცია და სიხარული გელი. კადრს მიღმა რა იწყება ტელეკომპანია იმედის შენობაში თქვენ ეს არიცით ნებისმიერი ჩვენთაგანი რომ ცდილობს რომ ვინც იქ არის ჩართული ამ პროექტში პროდიუსერები და ხო ვიცით ეს ადამიანები აი კუთხეში მივიმწყდიოთ ხოლმე და რაღაც დავაცდევინოთ მაგრამ აი უკვე მეხუთე სეზონი მოდის ჯერ არავინ არაფერში არ გამწყდა წარმატებები უსურვოთ რა თქმა უნდა ვინ არის მეხუთე სეზონს მონაწილეებს და დაველოდოთ დავეცოთ საინტერესო კოსტიუმებია ახალი რაღაც მიგადიოდა ახლა ეთერში და ძალიან დამაინტერესა უკვე ინტრიგა უკვე ჩადებულია და ეს ნუ ილაპარაკებ იმიტომ რომ აუცილებლად მე გითხარ რომ შენ ხომ არა ერთმანეთს არსებობს ეჭვები რომ იცოდეს მაყურებელმა